ალუდა ქეთელაური ამ სახელისა და გვარის მატარებელმა თავისი კვალი უკვე დატოვა მუსიკაში. იგი წარმოშობით დუშეთიდან იყო, დაიბადა 1987 წლის 15 ნოემბერს. მის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ის იყო სოლისტი ჯგუფში მეხუთე სეზონი. ხალხური სიმღერები კი ალუდას ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ალუდა 2012 წლის 12 ივნის გამოემშვიდობა წუთისოფელს. იგი დაკრძალულია დუშეთში. მის საფლავს კი ქეთელაურისთვის ნაცნობი და უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ. დღეს არის 15 ნოემბერი, არის ალუდა ქეთელაურის დაბადების დღე და ჩვენ გადავწყვეტთ ჩამოსულიყავით დუშეთში. დუშეთში კი მასპინძლობას გაგვიწევს ფანდურა ბექაური. ფანდურა, მოგესალმები, დიდი მადლობა შენ იმისათვის, რომ ხარ ჩვენი მასპინძელი. პირველ რიგში როგორი განწყობა გაქვს, დღეს არის ალუდას დაბადების დღე. მოგესალმებით. განწყობა რა არის ახლა როგორც ყველა ადამიანს მოგეხსენებთ ალუდა ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან და მაგრამ აი მაინც დიდი სიხარულით ავდივარ ალუდას საფლავზე რომ ნახავ მის საფლავს მოვეფერები ალუდას დღეს ალუდა დაბადების დღე არის რა ვიცი ღმერთმა დაალოცოს და ღმერთმა გააძლიეროს ალუდა იმ სასופევერში სადაც ალუდა განისვენებს დანარჩენი უკვე განვაგრძელეთ შემდგომში და მაშინ ასე წავიდეთ სად მივდივართ ზუსტად რომ გითხრა დუშეთის ცენტრიდან ჩვენ გადავინაცვლებთ დუშეთის ცენტრიდან ჩვენ გადავინაცვლებთ ალუდას საფლავზე სოფელ ზემოაში სადაც ალუდა განისვენებს წავედით სამყაროში სიცოცხლის მონა ეთხვები ჩამვარდი უკვდავებას და მიხარია საკმაოდ შორი გზა გამოვიარეთ, პრინციპში შორი არა, უბრალოდ რთული გზა იყო და ამოვედით ალუდას საფლავთან. ფანდრო, მაინტერესებს, რამდენი ხანია რაც ალუდას იცნობდი, ანუ ბავშვობიდან იცნობდი თუ არა და ზოგადად როგორ დაახასიათებ? ალუდას იცნობდი მაღლა ბავშვობიდან, სიმღერაზე ერთად ავდიოდით, ჩვენს პედაგოგთან ილია ზაქაძესთან ერთად უკრავდით, ერთად მღერავდით, ერთად კონცერტებზე ძალიან ბევრჯერ გამოსვლებდით და ალუდა იყო ძალიან დადებითი ადამიანი, ძალიან თბილი, ტკბილი, მოსიყვარულე, ჯიგრიანი, ალბათ უყურებთ კიდევაც აქ ალუდა საფლავთან როგორი ხევსურები რო იტყვა ღრეობაა და მისასალმებელია ეს და ალუდას ძალიან მაგარი კაცი იყო, ძალიან ღმერთმა გაანათლოს. აბსოლუტურად გეთანხმები, მოდი გადავინაცვლოთ. არიან აქ ადამიანები შეკრებილნი, ალუდას მეგობრები, ზოგი შეიძლება არც იცნობდა მას პირადად, მაგრამ უბრალოდ არის მოსული და მე როგორც ვიცი, აქ არის ალუდას ძმა ლევანი, რომელსაც გაგაცნობთ, კი ლევან ქეთელაური, რომელსაც გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით ლევან, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ნახვას არის ალუდას დაბადების დღეზე მოვსულიყავით და ეს ყველაფერი გადაგვეღო. მე მესმის რომ საკმაოდ რთული დღე არის თქვენთვის, თუმცა ალუდა უყვარს სრულიად საქართველოს და შესაბამისად ინტერესი მის მიმართ არის ძალიან დიდი. როგორ დაახასიათებთ ზოგადად თქვენ ალუდას, როგორი ძმა იყო თქვენთვის? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ თავი შეიწუხეთ და მოგზავდით და მეორე დავახასიათებ იმით რომ წასვლითაც კი დამიტოვა ძალიან ბევრი საფიქრანი, ბევრი ძმა, ბევრი მეგობარი ყველგან სიყვარულს თესავდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სადაც მიდიოდა, სადაც მოდიოდა, სადაც ყოფილა ერთი წუთითაც თუ 5 წუთითაც რაღაც უმღერია, ისაც სიყვარულით უმღერია და აქ ჩვენ რო ვართ მეგობრები, ესენი ვართ ალუდას გარდაცვალების შემდეგ შეკრებილი მეგობრები. ეს გახდათ ლევან ქეთელაური ალუდას ძმა და მე დარწმუნებული ვარ რომ თითოეული თქვენგანი ერთხელ მაინც მოახერხებს და უბრალოდ გისურვებთ რომ ერთხელ მაინც მოახერხო და ალუდას საფლავთან მოხვიდეთ იმიტომ რომ ეს ადამიანი ნამდვილად იყო და არის ძალიან ნიჭიერი ქართველი მომღერალი და დარწმუნებული ვარ რომ რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო მეტი წელი გავა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მის სახელ და გვარს მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა ეთხვები ჩამვარდი უკვდავებას და მიხარია ხოვთ მოიტანოთ ჩემს
საფლავზე ვარდების დღევანდელ დღეს ჩვენ უნდა დავასრულოთ უკვე გადაღება და ბოლოს მინდა ფანდურას ვთხოვე რომ ერთი სიმღერა მიუძღვნოთ ალუდას ხსოვნას ხო? აუცილებლად ალუდას მიუძღვნით ჩემს სიმღერას, ავტორის სიმღერას. არაგვის პირას აგავლებ, თვითონ ალუდა არაგვის ხეობიდან იყო, მთის კაცი იყო, მთის სიმღერას ვიმღერებ. ძალიან დიდი მადლობა შენ კიდევ ერთხელ იმისთვის რომ იყავი ჩვენთან ერთად, გაგვიწია მას პინძლობა და იმედი მაქვს რომ დღევანდელი ჩვენი სიუჟეტი იქნება ძალიან ისეთი დასამახსოვრებელი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ალუდა ქეთელაურის შემოქმედება. დიდი მადლობა თქვენ რომ ალუდა ესეთი პატივი დაძეთ. დიდი მადლობა მე უფრო გამეხარდა რომ თქვენ გვერდზე ვართ და ესეთი საქმე გააკეთეთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა. ჩიხვის ყანწ შევა თამაში შენ სადიდებელს დალევასა ჩიხვის ყანწ შევა თამაში შენ სადიდებელს დალევასა ზიშასლას მათიდა მიხილა სულს გაილაღებ გამზედა ჟოლას აიგვრიდეს შეხება გადაგაწვინო კლავზედა ჟოლას აიგვრიდეს შეხება გადაგაწვინო ჩაჩქეთან მოგეახლები შეფები გცემენ ტანზედა შენ სიყავარულად ვიღურები ზედრომედები ტანზედა შენ სიყავარულად ვიღურები ზედრომედები ტანზედა აუ